ირანი მაინც მიიღებს 300 მილიარდ დოლარს ომის შემდეგ აღსადგენად. ისრაელი ვალდებულია გაიყვანოს თავისი ჯარები ლიბანიდან და აღარ შეუტიოს ჰიზბალას. ხოლო გემების გავლა ჰორმუზის სრუტეში ფასიანი დარჩება. გარდა ამისა, ირანზე ყველა სანქცია, მათ შორის გაეროს დონეზეც მოიხსნება, ხოლო ირანის გარყნინული აქტივები განთავისუფლდება. თავდაპირველად არაბულმა, ხოლო დღეს უკვე ამერიკულმა მედიამ გამოახოტნა ის შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულებას ეხება. და როცა ამას კითხულობ, თვალები შუბლზე გიوارდება. ასეთი მარცხი და დამცირება ამერიკას ჯერ არ გამოუცდია. ისრაელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შეთანხმება 14 პუნქტისგან შედგება და მათი უმეტესობა ეხება იმას, რა დათმობებზე მიდის აშშ-ში და რას მიიღებს ირანი. პასუხად ირანი დაპირებას იძლევა, რომ ატომურ პროგრამაზე მოლაპარაკებებს გამართავს. თავად ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ირანისთვის მართლაც შეიქმნება 300 მილიარდი დოლარის ფონდი. თუმცა თითქოს ამას დააფინანსებენ არა თავად ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ გარკვეული კერძო ბიზნესმენები, რომლებიც ომის შემდეგ ირანის აღდგენაზე იზრუნებენ. ისრაელში სუნთქვა შეიკავეს. რადგან ეს შეთანხმება მთლიანად თმობს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორის ყველა ინტერესს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჰიზბალა კლავად საფრთხედ რჩება, ისრაელი ვალდებულია ლიბანიდან თავისი ყველა ჯარი გაიყვანოს. ეს თითქოს გახდება შეთანხმების რეალისტურობის პირველი გამოცდა, რასაც ირანელები ითხოვდნენ. და დონალდ ტრამპი ამაზე დათანხმდა. მოდით ამ გამოშვებაში დეტალურად განვიხილოთ ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება, რომელიც უკვე გამოჩნდა მსოფლიო მედიაში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, მხოლოდ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხიც. Pechi News. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე დავიწყებ თავად დონალდ ტრამპის განცხადებით. გუშინ მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყველა იხილავს იმ შეთანხმებას ირანსა და აშშ-ს შორის, რომელიც პარასკევს გაფორმდება. იმავე დროს არაბულმა გამოცემა ალ-არაბიამ, ხოლო დღეს უკვე CNN-მა და Reuters-მა გამოაქვეყნეს სწორედ ის შეთანხმების პროექტი. მანამდე Reuters იუწყებოდა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს 300 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო ფონდის შექმნას. აქ საუბარია კერძო საინვესტიციო მექანიზმზე და არა სახელმწიფო აღდგენის პროგრამაზე ან გრანტების გამოყოფაზე. ანუ ტრამპმა გაატარა სქემა, რომლის მიხედვითაც სწორედ კომპანიებმა უნდა შეაგროვონ თანხა და გადაიხადონ ირანისთვის მისი ომის სანაცვლოდ. ვარაუდობენ, რომ დაფინანსებაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები აშშ-შიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან. და აი დღეს ტრამპმა ეშმაგურად განაცხადა, რომ ეს მთლად სიმართლე არ არის. რა თქმა უნდა, ირანი ფულს მიიღებს, მაგრამ აშშ-ში ამას არ მისცემს. ციტატა: "იცით, ხალხს შეუძლიათ უმოუნდებათ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ავგრძალოთ ვინმეს ინვესტირება, მაგრამ აშშ-ში დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამაზე 10 ცენტიც არ მისცემს." დიახ, ავგრძალოთ ვინმეს ინვესტირება, მაგრამ აშშ-ში დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამაზე 10 ცენტიც არ მისცემს. დიახ, მაგრამ ადრე ცნობილი გახდა, რომ ირანის აქტივების პირველ განთავისუფლებასაც ფორმალურად არა შეერთებული შტატები, არამედ კატარი და გაერთიანებული არაბული ემირატები განახორციელებენ. მაგრამ ფაქტობრივად, სწორედ მუქარის გამო, აშშ-ის სანქციების გამო ეს აქტივები წლების განმავლობაში გატინული იყო და ყველამ იცის, რომ დონალდ ტრამპის დათმობების გარეშე ირანი საერთოდ ვერაფერს მიიღებდა. ეხლა კი გადავიდეთ დოკუმენტზე. ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება. პარადოქსულია, მაგრამ ის ვერსია, რომელსაც დღეს აქვეყნებენ ალ-არაბი და ამერიკული მედია, თითქმის სრულად ემთხვევა იმ ვერსიას, რომელსაც ირანული მედია უკვე გასულ კვირას ავრცელებდა. ანუ გამოდის, იქ დიდი ნაწილი სიმართლე იყო. მაშინვე აღნიშნა, რომ ამერიკელებმა მასმედიაში გაჟონვის შემდეგ განაცხადეს, რომ ამ შეთანხმების ზოგიერთი ფორმულირება ჯერ კიდევ მუშავდება. ამიტომ შეიძლება განსხვავდებოდეს იმათგან, რაც გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია. მაგრამ დროს არ დავკარგავ, პირდაპირ მოვიყვან ციტატას იმავე შეთანხმებიდან. ასე რომ, შემდეგ იქნება ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების პროექტის სრული ტექსტი. პუნქტი 1. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე მათი მოკავშირეები მიმდინარე ომში, აცხადებენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ. ომის დაუყოვნებლივ და საბოლოო შეწყვეტაზე ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში და იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ განახორციელებენ მტრულ ქმედებებს ერთმანეთის წინააღმდეგ და შეიკავებენ თავს ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან ერთმანეთის მიმართ. მეორე პუნქტი. ირანი და შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ პატივისცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და შეიკავონ თავი ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. მესამე, ირანი და შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ ჩაატარონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღე განმავლობაში.
თუმცა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება. ანუ თავიდანვე ნათელია, რომ ეს მოლაპარაკებები შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. მეოთხე. მიმდინარე მემორანდუმის ხელმოწერისთანავე შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას და აღკვეთს ნებისმიერ ჩარევას ან ხელის შეშლას ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ. ასევე სრულად აღადგენს საზღვაო მიმოსვლას მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში. საზღვაო მიმოსვლის მოცულობა უნდა იყოს პროპორციული ირანის მხრიდან ომამდელ საზღვაო მიმოსვლის მოცულობისა. აშშ ასევე იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმების დადებიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანოს თავისი ჯარები მიმდებარე რეგიონებიდან. მეხუთე. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ 30 დღის განმავლობაში აღდგეს სავაჭრო გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტიდან ომანის ზღვაში და უკან, ომამდელი მოცულობით. გათვალისწინებულია ტექნიკური ბარიერების მოხსნისა და ირანის მიერ ნაღმების გაუნებელყოფის აუცილებლობა. მეექვსე. შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, რომ რეგიონულ პარტნიორებთან ერთად შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების გეგმა და უზრუნველყოს მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის დაფინანსება. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმები საბოლოო შეთანხმების ფარგლებში შემუშავდება 60 დღე განმავლობაში. მეშვიდე. შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, რომ შეწყვიტოს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც საბოლოო შეთანხმების ფარგლებში განისაზღვრება, ირანის მიმართ მოქმედი ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს რეზოლუციები, ასევე შეერთებული შტატების ყველა ცალმხრივი სანქცია, როგორც პირველადი, ასევე მეორეული. თუ ვერ გაიგეთ, საუბარია იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა სანქცია, რომელიც საერთოდ არსებობს სოფლიოში, უნდა გაუქმდეს. ანუ ირანს სრულად მოუხსნიან ყველა შეზღუდვას. მერვე. ირანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არასოდეს აწარმოებს ბირთვული იარაღს. ირანმა და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმდნენ, რომ გამდიდრებული ურანის ბედი და ყველა სხვა ურთიერთშეთანხმებული საკითხი, რომელიც ბირთვულ პროგრამას ეხება, მათ შორის ირანის ბირთვული საჭიროებები, სათანადოდ იქნება მოწესრიგებული საბოლოო შეთანხმებაში, რომლის შემუშავებაც კიდევ 60 დღე გაგრძელდება. მეცხრე. ირანი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ისინი შეინარჩუნებენ არსებულ მდგომარეობას. ირანი შეინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას თავის ბირთვულ პროგრამაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არც გააძლიერებს თავის ძალებს რეგიონში. აი ეს პუნქტი არის ამერიკის შეერთებული შტატების სრული მარცხი. ანუ ირანმა მკაფიოდ დააფიქსირა, სანამ არ გაფორმდება საბოლოო შეთანხმება, რომელიც მომდევნო 60 დღე განმავლობაში უნდა შეიმუშაონ, მათი ბირთვული პროგრამა ძალაში რჩება და შვიდად აგრძელებს მუშაობას. და ამერიკელები იღებენ ვალდებულებას, რომ არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში არ შეეხებიან ამ ბირთვულ პროგრამას. ხოლო მეორეც არ დააწესებენ არანაირ სანქციებს იმის გამო, რომ ეს პროგრამა ჯერ კიდევ არსებობს. მეათე. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების გაუქმებამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გასცემს ნებართვებს ირანის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქციისა და მისი წარმოებულების ექსპორტი. ასევე ყველა დაკავშირებული სერვისი, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა. მე-11. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის გათვალისწინებით ირანის გაყინული ან გამოყენებაში შეზღუდული სახსრები და აქტივები განიბლოკება და სრულად ხელმისაწვდომი გახდება. ეს სახსრები მიუხედავად იმისა, ძირითად ანგარიშზეა თუ გადარიცხულია, გამოყენებული იქნება ნებისმიერი საბოლოო გადახდისთვის მიმღების მიმართ, რომელიც განსაზღვრულია იდარალ ირანის ცენტრალური ბანკის მიერ და სრულად ხელმისაწვდომი იქნება გამოყენებისთვის. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას გასცეს ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია ამ საფუძველზე. კიდევ ერთხელ, ეს ნიშნავს ირანის ყველა აქტივის სრულ და მთლიან გამბლოკვას. მე-12. ირანმა და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმდნენ კონტროლის მექანიზმის შექმნაზე, რომელიც გააკონტროლებს საბოლოო შეთანხმების წარმატებულ შესრულებას და მომავალში მისი პირობების დაცვას. მე-13. ამ მემორანდუმის ხელმოწერისა და გარანტიის მიღების შემდეგ, რომელიც შეეხება ამ მემორანდუმის მე-4 რანდუმის მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 მუხლების შესრულების დაწყებას და ამ ნაბიჯების შემდგომ განხორციელებას, ირანი და შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების დადების შესახებ, ხოლო დარჩენილი მუხლების მიმართ. და ბოლო პუნქტი. საბოლოო შეთანხმება დამტკიცდება გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით. არ ვიცი, აქ კიდევ რა უნდა დავამატო. ამას აშშ-ის გამარჯვებას ვერ დაარქმევ. იმიტომ რომ ამ ეტაპზე აშშ-მ არაფერი მიიღო, აბსოლუტურად არაფერი.
გარდა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გაგრძელების დაპირებისა. ასეთი მარცხი ამერიკას ნამდვილად ჯერ არ უნახავს. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონაციით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულების და რეკვიზიტების საშუალებით. იქ არის როგორც Patreon, ასევე Buy Me a Coffee, ასევე კრიპტოსაფულეები, საბანკო რეკვიზიტები, YouTube სპონსორობა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი. მე მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.